ლიტერატურა იალაღებზე ფესტივალს მაღალმთიანი აჭარა 4 დღის განმავლობაში მასპინძლობდა. ფესტივალის მიზანი ლიტერატურის პოპულარიზაცია და ტურისტული პოტენციალის კიდევ უფრო გაზრდა. პოეზიასთან ერთად მთებში ლენა მამულაძე გვამოგზაურებს. იქ სადაც ბერდებიან ტკივილები, იქ სადაც ფიქრებია უნაპირო, იქ სადაც გაპურებენ ღიმილები, სიკვდილი რატომ უნდა დააპიროს. ლიტერატურა იალაღებზე. ამ სახელწოდებით ფესტივალი მთაში უკვე მეორე წელია იმართება. ავტორებმა თავიანთი ლიტერატურა მაღალმთიანი დასახლებებიდან კიდევ უფრო შორს საზაფხულო იალაღებზე წარმოაჩინეს. პოეტების, მუსიკოსების, ქორეოგრაფების შემოქმედებას 4 დღის განმავლობაში ხულოს, შუახევისა და ქედის იალაღების მემთეურები და დამსვენებლები გაეცნენ. მიზანი არის შემოქმედებით უნარების აღმოჩენა მთებში, ასევე მთის ტურისტული პოპულარიზაცია, მთის კულტურული ცხოვრების დადებით აურაში გაახვევა, კულტურული ცხოვრების მეტი აქტიობა. ასევე მიზანი გახლავთ, რომ ის უამრავი ფოლკლორული, ტრადიციული ამბები ძველი, რომელიც მთებშია შემორჩენილი, გავასიფრულოთ, ვიღებთ ეზოს თამაშებს, ტრადიციულ წეს-ჩვეულებებს. დასასრულად მოვდივარ, მაგრამ ბავშვობიდან მისდები მე გომისთაზე. ძალიან გამიხარდა, ძალიან მომწონს. დღევანდელ დღეს მართლაც ისეთი ემოციურ ვარ, რომ ვეღარაფერს ვერ ვამზადებ. ღონისძიება სამსმელოში, ცივტბაში, დიდ იაილაში, თაპატარაში, თაგინურსა და ნაკონაღვარში ტარდებოდა, რომელიც თემატური და ჟანრობრივი მრავალფეროვნებით გამოირჩეოდა. ფესტივალის მიზანი ლიტერატურის პოპულარიზაცია იყო. ხალხს ენატრება ლექსი, მოთხრობა, ცეკვა, მხიარულობა, რამოდენიმე თვე არიან აქ მთაში. მოწყენილები შრომობენ, ისვენებენ და ამასთან სულიერი საზრდოც სჭირდება და აი ეს არის სულიერი საზრდო, რაც დღეს აქ ხდება. აი ეს შეხვედრა არის, რომ ჩვენ ერთმანეთს ვეუბნებით, რომ დღეს მე პოეტი გიკითხავ თქვენ ლექსებს, მაგრამ ხვალ თქვენი შვილი, ჩემი შვილი პოეტის რანგში წარუდგება. ღმერთს უმნიშვნელო არავინ არ გაუჩენია. დღევანდელი შენამდე ვიყარ გამოჩნდი ვივიენ არის იმით ნიშნეული იფიქრებ მომავალ შვილებზე მომეჩვენა რომ სამშობლოში დაბრუნდი ხალხთან დაბრუნება ნიშნავს სამშობლოში დაბრუნება. ლიტერატურული ფესტივალი ლიტერატურა იალაღებზე აერთიანებდა როგორც სასცენო აქტივობებს, ასევე ლიტერატურულ საღამოებს, ვიქტორინებს, ინტერაქციებს, დისკუსიებს, რომლებშიც ჩართული იყვნენ ადგილობრივი მუსიკალურ-ქორეოგრაფიული და ფოლკლორული ჯგუფები. ფესტივალი აჭარის კულტურის სამინისტროს საგრანტო კონკურსის გამარჯვებულია და მისი მიზანი მთაში აჭარის იალაღების ტურისტული პოტენციალის კიდევ უფრო გაზრდა. ბარი მთის გარეშე და მთა ბარის გარეშე წარმოუდგენელია. ის მუხტი, ის სიტყვა, ის ხმა და ის ბგერა, რაც საქართველოს ჭირდება ქართულ სიმღერას, ქართულ სიტყვას, ქართულ პოეზიას და ლიტერატურას, ეს არის ხალხში. ეს არის ერთ-ერთი წინ გადადგმული პროექტი, რომელსაც შეუძლია რომ ამოიღოს ამ სიღრმიდან, ხალხის წიაღიდან ის ძვირფასი განძი, რომელსაც ხალხის შემოქმედება ქვია. მე მახსოვს ეს მთა სავსე ჟრიამულით, სავსე ბევრი ხალხით და მინდა ასეთი ჟრიამული კლავაც იყოს აქ და ეს პროექტი მსგავსი გასვლა ხალხში მწერლების, პოეტების, ხელოვნების მოღვაწეების, მომღერლების, მოცეკვავეების, სიტყვის ოსტატების და ასეთი დიდი ადამიანების და ქართველების უდიდეს საქმეს გააკეთებს საქართველოსთვის. ასეთ ფესტივალში ჩართვის ბედნიერება პირველად დაწივარ და ძალიან ბედნიერი ვარ ყოველივე ამით. სხვა ფესტივალებში რა თქმა უნდა მიმიღია მონაწილეობა. მეხუთე დღეა ვქარ და საოცარი ჩართულობა, საოცარი ორგანიზებულობა და იგრძნობა მთასთან სიახლოვე, სიყვარული და ყოველივე ეს მაძლევს იმის ძალას, იმის ენერგიას, იმის განცდას, რომ ამ ყოველივეში ვიყო თავიდან ფეხებამდე, თხემიდან ტერფამდე ჩართული და ეს ყველაფერი ძალიან დიდ სიხარულს და სიამოვნებას მანიჭებს. ის რაც ნახეს საზოგადოების მხრიდან მათი კმაყოფილება, მოიალაღეების, ბავშვების გაცისკროვნებული თვალები, მათი წარსულის გაცოცხლება, მთის იდენტობა, ეს იყო ალბათ ყველაზე დიდი გამარჯვება ამ ფესტივალისთვის.
ფესტივალის 4დღიანი მოგზაურობა აჭარის მთაში დღეს ქედაში იალაღ ნაკონაღვარში დასრულდა. პროექტი ხელს უწყობს როგორც კულტურულ ინტეგრაციას, ასევე ადგილობრივი თვითმყოფადობის წარმოჩენას, შენარჩუნებას და მომავალი თაობებისთვის გადაცემას.